If you are not consistent more than other ones, if you don't do it at something more than other ones, you're never going to be number one like me. I'm joking. კრისტიანო რონალდოს მსგავსი ტანის მიღება არც ისე შეუძლებელია, როგორც გქონია. ადამიანების უმეტესობას რომ ვკითხო როგორია შენი ოცნების ტანიო, ალბათ უმეტესობა ისეთ აგებულებას აღწევს, როგორც რონალდოს აქვს. ათლეტური გამომშრალი, ცოტათი დაკუნთული, მაგრამ არც ისე ზედმეტად რომ ტანს წმელში უცნაურად გამოიყურებოდეს. მაგრამ ცუდი ისაა, რომ ბევრს ასეთი ფორმის მიღწევა რადგანაც შეუძლებელი გქონია. ამიტომ ამ ვიდეოში ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია იგივე ფორმის მიღება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, როგორი კვება და ვარჯიშია ამისთვის საჭირო და ბოლოს კეთვით ნამდვილ მიზეზს, რადგანაც შეუძლია რონალდოს 40 წლის ასაკში ისეთი ფორმის შენარჩუნება, როგორიც ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელსაც არ აქვს. ზოგადად ბევრ ადამიანს ცნობილი და მდიდარი ხალხის შემყურე ისეთი წარმოდგენა უჩნდებათ ხოლმე, რომ ფორმას ჩასადგომად საათობით თავისუფალი დრო, ბევრი ფული, პირადი მზარეულები და კიდევ 1000 სხვა რამეა საჭირო, რაც მათ არ აქვთ. სიმართლე ისაა, რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საქმეს ამარტივებს, მაგრამ რაც არ უნდა მდიდარი იყოს, შენს მაგივრად ვერავინ ვერ ივარჯიშებს, საჭმელს ვერავინ ვერ შეჭამს და თავის დროზე ვერ დაიძინებს. ფული შეიძლება პატარა ძალისხმევას აკლებდეს მთელ პროცესს, ძირითადად საჭმლის გაკეთების ნაწილში, მაგრამ საერთო ჯამში შენ და რონალდოს ზუსტად იგივე რაღაცების გაკეთება მოგიწევთ ფორმას ჩასადგომად. კიდევ ვიღაცამ შეიძლება მოიყონოს გენეტიკის მაგალითი, რომ რონალდო მთელი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაჯილდოვებული ათლეტია და რანაირადაა შესაძლებელი, რომ იგივე ვარჯიშით შენს იგივე შედეგი მიიღო. საქმე ისაა, რომ მართალია. რონალდოს მართლა მოხვება დაბადებიდან განსაკუთრებული შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ აქ მის სისწრაფეზე, გამძლეობაზე ან ფეხბურთის თამაშის უნარზე არ ვლაპარაკობ. ჩვენ უბრალოდ ცოტა კუნთის გაზრდა გვინდა ცხიმის დაკლებასთან ერთად, რაც ყველასთვის შესაძლებელია. ობიექტურად რომ დააკვირდე, რონალდოს დიდად განსაკუთრებული ტანი არც აქვს. ხშირად აკეთებენ ხოლმე მის კუნთურ მასაზე აქცენტს, მაგრამ რონალდოს დიდი კუნთები მარტო მაშინ აქვს, როცა სხვა ფეხბურთელებს შეადარებ. ფეხბურთელები კი დიდად კუნთებით არ გამოირჩევიან. ამას გარდა რონალდო მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან დაბალ ცხიმის პროცენტულობას ინარჩუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის კუნთი რაც აქვს, უფრო ეფექტურად გამოჩნდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სურათებს ყოველთვის პროფესიონალი ფოტოგრაფები იღებენ. მთლიანად რომ გავანალიზოთ რონალდოს ტანი, ერთ-ერთ ნაწილზე ვერტყვი, რომ განსაკუთრებულად განვითარებული აქვს. შეიძლება გამოვარჩიოთ პრესი და ფეხები, მაგრამ არც ისინია ისეთი დიდი, რომ ამ ზომის კუნთების გაზრდა ძალიან რთული იყოს. აი გაზრდის შემდეგ როგორი ფორმა იქნება ამ კუნთებს, ეს უკვე სხვა საკითხია. რონალდოს თავის სპეციფიკური აგებულება აქვს, რაც ძვლების სიგრძეზე, კუნთების ფორმაზე, სიმეტრიაზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზეა დამოკიდებული. ამით ძალიან მარტივი მაგალითია მხრების და თეზოების სიგანი. დელტების ვარჯიშით შეგიძლია მათი გაზრდა, რომ უფრო განიერი მხრები გამოგიჩნდეს და ცხიმის დაკლებით შეგიძლია თეზოების დაპატარავება, რომ ის სამკუთხედი ფორმა მიიღო. მაგრამ საბოლოო ჯამში რაც არ უნდა გააკეთო, ძვლის სტრუქტურას ვერ შეცვლი. ანუ ზუსტად რონალდოს შეიძლება ვერ დაემსგავსო, იმიტომ რომ შენი სპეციფიკური გენეტიკა და აგებულება გაქვს, მაგრამ იგივე ფორმის მიღება ადამიანების უმეტესობისთვის შესაძლებელია და ამისთვის დღე-დღე ვარჯიშიც არაა საჭირო. ის რომ რონალდო ყოველდღე ვარჯიშობს, იმას არ ნიშნავს, რომ შენც მისი ტანის მისაღებად იგივენაირი ვარჯიშების გაკეთება მოგიწევს. რონალდო და ზოგადად სხვა ფეხბურთელები ვარჯიშობენ თავიანთი სპორტისთვის სპეციფიკური ვარჯიშებით. იმიტომ რომ ფეხბურთელს პირველ რიგში ის უნდა რომ უკეთესი ფეხბურთელი იყოს. ანუ ლამაზი ტანი მათთვის გვერდითი ეფექტი უფროა ვიდრე მთავარი მიზანი. ჩვენ შემთხვევაში თუ ფეხბურთელი არ ხარ და მხოლოდ ესთეტიკური მიზნებისთვის ვარჯიშობ, კვირაში 3 ვარჯიში საკმარისი იქნება. 3 ვარჯიშზე ავარჯიშე მთელი ტანის კუნთები, ანუ მაგალითი რომ თქვათ, რომელიმე ჩაჯდომის ვარიანტი ფეხებისთვის, რომელიმე მიწოლის ვარიანტი მკერდისთვის, წინადელტისთვის და ტრიცეპსისთვის, რომელიმე მოზიდვის ვარიანტი ზურგის კუნთებისთვის და ბოლოს გვერდითა დელტებისთვის ერთი ვარჯიში იმისთვის, რომ განიერი მხრები მივიღოთ. ამას გარდა შეიძლება ითქვას, რომ რონალდოს ფორმის მთავარი ნაწილი პრესია, ამიტომ პრესსაც უნდა დაუთმოთ საკმარისი დრო. საბაზო ვარჯიშებს თუ აკეთებთ თავისუფალი წონებით, პრესი უკვე მუშაობს, მაგრამ ოპტიმალური ზრდისთვის კვირაში 3-ჯერ მაინც ცალკე პრესის ვარჯიში კარგი იდეაა. პრესისთვის ბევრნაირი ვარჯიში არსებობს და რომელიც მოგეწონება შეგიძლია ისე ერჩიო, უბრალოდ გაითვალისწინე, რომ საკმარისად რთული უნდა იყოს, ანუ 30 გამეორებაზე მეც ვერ უნდა აკეთებდე და როცა 30 გამეორება უკვე გაგიმარტივდება, ვარჯიშის გართულება უნდა შეგეძლოს წონის დამატებით ან ტექნიკის შეცვლით. თუ ვარჯიშზე 100 გამეორებას აკეთებ, ეს ვარჯიში უკვე აღარ ივარგებს. ვარჯიშის ნაწილში მხოლოდ ეს რომ გააკეთო იმ რაოდენობის კუნთს, რაც რონალდოს აქვს, დიდი ალბათობით იმაზე მალე გაზრდი ვიდრე გონია. მთავარია ვარჯიშები შეასრულო სწორი ტექნიკით, შემდეგ ნელ-ნელა გაართულო წონის და გამეორებების მომატებით და საკმარისად დაიძინა, რომ კუნთებს აღდგენის საშუალება ჰქონდეთ.
რაც შეეხება კვებას, ეს იქნება ალბათ ყველაზე რთული ნაწილი და მთავარი მიზეზი, რატომაც არ გამოიყურება ყველა ფეხბურთელი რონალდოსავით. გააჩნია ახლა რა ფორმაში ხარ, მაგრამ დიდი ალბათობით ადამიანების უმეტესობას ცხიმის დაკლება დასჭირდება, იმიტომ რომ როცა განსაკუთრებულად დიდი კუნთები არ გაქვს, რაც შეიძლება ცოტა ცხიმი უნდა გქონდეს ტანზე, იმისთვის რომ ეს კუნთები გამოაჩინო. ცხიმის დაკლებაზე ბევრს არ ვილაპარაკებ აქ, იმიტომ რომ ამ თემაზე სხვა ვიდეოებიც გვაქვს გაკეთებული და შეგიძლიათ იმათ უყუროთ, ლინკი აღწერაში იქნება. უბრალოდ გეტყვით, რომ დღეში 4 კვება და თითო კვებაზე საკმარისი ცილის მიღება კუნთის გასაზრდელად და შესანარჩუნებლად აუცილებელია. დანარჩენი ყურადღება მიაქცია, რომ უმეტესად ნაკლებად გადამუშავებულ მთლიან საჭმელს ჭამ, როგორც არის ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, თხილეული და ასე შემდეგ, იმისთვის რომ ვიტამინები, მინერალები და ნუტრიენტები არ დაგაგდეს. საბოლოო ჯამში რონალდოს ფორმაზე ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. მაგრამ სინამდვილეში 40 წლის ასაკში ასეთი ფორმის შენარჩუნება იმიტომ კი არ შეუძლია, რომ რამეს განსაკუთრებულად აკეთებს. პირიქით, ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, თუ რას არ აკეთებს. რონალდო იმიტოა მაგარი, რომ უარის თქმა შეუძლია ყველაფერზე, რაც ხელს შეუშლის თავისი პროფესიის უმაღლეს დონეზე შესრულებაში. ანუ არ ჭამს არაჯანს აღსაჭმელს, არ სვამს ალკოჰოლს, არ ღვიძავს გვიანობამდე და პლუს ამ ყველაფერს აკეთებს გაუჩერებლად თითქმის მთელი ცხოვრება. წარმოიდგინე, რას ნიშნავს მხოლოდ ამ სამი რაღაცის სისტემატურად შესრულება. წარმოიდგინე, რომ ულიმიტო ფინანსური შესაძლებლობა გაქვს და თან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი ხარ. ყოველ დღე რაც მოგინდება იმის გაკეთების საშუალება გაქვს და ცხოვრების ბოლომდე ასე რომ იცხოვრო, ფული არ გამოგელევა. ასეთ სიტუაციაში რამდენი 40 წლის ადამიანი გააკონტროლებდა დიეტას, რამდენი გააგრძელებდა ვარჯიშს და რამდენი დაიძინებდა საღამოს 11-ზე მეორე დღეს ვარჯიშისთვის გასამზადებლად. პასუხია 8 მილიარდში 1 და მისი სახელია კრისტიანო რონალდო.